X-Pulse 200. Ანომალია მოტოსამყაროში. ამ ვიდეოში განვიხილავთ Hero X-Pulse 200 და მის Pro ვერსიას. ასევე გაჩვენებთ 3 ლამაზ და სახალისო ადგილს, სადაც შეგიძლიათ ამ მოტოთი წახვიდეთ საკატაოდ თბილისთან ძალიან ახლოს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს განვიხილავთ ამ არაჩვეულებრივ მოტოს, რომელიც არის Hero X-Pulse 200. ეხლა როგორც ხედავთ, წნეთში ვიყოფები მე. მონოს და დავითს უნდა შევხვდე, ისინი მოდიან წავკისიდან და სადღაც შუაში იქით დიდგორისკენ უნდა გადავიკვეთოთ და მივდივართ დიდგორის მემორიალის სანახავად. ამ ვიდეოში მინდა განახოთ თუ რატომ არის ეს მოტო ყველაზე მაგარი მოტო თბილისისთვის და იმედი მაქვს ვიდეოს ბოლოს დაგიმტკიცებთ ამას. მიუხედავად იმისა, რომ გაგანია სიცხეა თბილისში, აქეთ მაინც სასიამოვნო სიკვდილი არის. რაღაცები უსწავლია ამას. ბანი ჰოფები. რაო? ვიხან ეგო. ბიჭო, ეს აბა შერქე 15 წუთი იქნება ალბათ. ესეც პირველი ლოკაციისკენ დავიწერეთ და შუაგზაში ძალიან აცივდა. იმდენად რომ შორტების ჩათმა გვინანი. ამიტომ გაითვალისწინეთ რომ აქეთ ცივესთან ერთად მოტოზე სხვა ტემპერატურა არის. გასაოცარია ის ფაქტი, რომ ეს სანახაობა თბილისიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში გვხვდება. დიდგორის მემორიალამდე წმინდა გიორგის ეკლესიას შევხვდებით.
ლოკაციიდან, ეს არის პირველი დიდგორის მემორიალი, როგორც ხედავთ. და მარტივად მოვედით, ულამაზესი გზა იყო, ნახავთ კადრებში და არ ვიცი, მოკლედ თბილისთან ძალიან ახლოს 40 წუთში შეგიძლია მოხვიდე და ნახო ულამაზესი ადგილები და ვიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოს ჩემი აზრით არის მოტოციკლეტების ქვეყანა. მოკლედ ეს არის ჩვენი Hero X-Pulse 200 Pro და სტანდარტული ვერსია. ეს მოტოციკლეტი ჩემი აზრით არის ანომალია მოტო სამყაროში და თუ რატო არის ანომალია, მაგას ახლა აგიხსნით. ესე იგი ეს მოტოციკლეტები არის dual სპორტები, adventure-ით შეიძლება ითქვას. და ანუ რა არის ეს? dual სპორტი არის ის, რომ ანუ დადიხარ off-road-ზე, დადიხარ ქალაქში და ნუ თითქმის ყველანაირ რელიეფზე. და ზოგადად ეს სტილი და ესეთი სტილისტიკის მოტოები მოითხოვს საკმაოდ მაღალ ბიუჯეტს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მოტოციკლეტები განა ის, რომ შეიძლება დაგივარდეს, აუცილებლად დაგივარდება, იმიტომ რომ ეს ზოგადად მოითხოვს ამას და ნუ მაგისთვის მზადაც არის, აქ ქარხნულად მოყვება დუგები და საჭეთ სპეციალურად ისეთი მატერიალისგან არის დამზადებული, რომ გაიღუნება, გაასწორებ და როკეტნოს მთელი ამბები. გამძლეობა, ცვეთადობა, ეს ყველაფერი მოითხოვს მაღალ ბიუჯეტს. ესეთი არის, ამ სტილს ვერ გავიქცევით და გამოცდილი adventure-ისტებს გეცოდინებათ, რაზეც საუბრობ. იქნება ეს motocross-ი, იქნება ეს adventure-ი თუ ნუ სხვა ესეთი სტილის მოტოები. ხო და რატო არის ეს ანომალია? იმიტომ რომ ნებისმიერ სხვა ამ სტილის მოტოს, ამ კლასიფიკაციაში შეადარო ამის კონკურენტებს, რაც იქნება თქვა თუნდაც Honda CR-F-ი, იმხელა ფასის სხვაობა არის, რომ რა სიამოვნებასაც ამ ბაიკის ფასში იღებ, არაპროპორციული არის. ოღონდ კარგი გაგებით. იმიტომ რომ თითქმის სკუტერის ფასად შეიძლება მოტოციკლეტი, რომელსაც ქალაქში დადიხარ ძალიან კომფორტულად, ძალიან მოქნილად და ამავდროულად ნებისმიერ მომენტში შეიძლება უცებ off-road-ზე გადახვიდეთ. ნუ ეხლა თბილისში ცხოვრობთ ეხლა საქართველოში და გვეცოდინება რომ ეხლა გზები ეხლა ყველგან ეგეთი კარგიც არ არის და თბილისის გარშემოც არსებობს ისეთი გზები, სადაც მანქანით ისე კომფორტულად ვერ მიხვალ. ხო და მაგიტო არის ეს მოტოციკლეტი ესეთი კარგი არჩევანი თუ გიზიდავს ასეთი ცხოვრების სტილი. უეჭველი გიზდავს, იმიტომ რომ თბილისში ცხოვრობ და გიწევს ეხლა რავი წყენში მოგინდება ასლა იქით კოჯორში და ნუ მოკლედ არჩეულები არჩევენ მე პირადად 2 წამი არ დაფიქრდებოდი სხვა ბაიკის ყიდვაზე თუ ოდნავაც მაინც მაინტერესებდეს აი რაღაცა გართობა რომ გამოვიტანო არა მარტო ასფალტის სიარულისგან. ამ ადგილას პირველად ვარ და იდეაში ეს ამ ვიდეოს ვაკეთებთ იმისთვის რომ დემონსტრირება გავაკეთოთ თუ თბილისში ცხოვრობ რამდენად მარტივი და ხელმისაწვდომი არის მაგარი გართობა და შთაბეჭდილებების შექმნა და შევთხოვითი არა რომ ჰიროებით გავაკეთეთ ეს ამბავი და ეს ვიდეო, იმიტომ რომ ჰირო როგორც სანდროც ამბობს მე ფანი ვარ ამ მოტოსი, იმიტომ რომ ყოველდღიურადაც ამ მოტოთი დავდივარ, არის ძალიან კომფორტული ქალაქში სასიარულოდ. ყველანი ეხლა, რა ვიცი, ან სამსახურში მუშაობთ, ან უნივერსიტეტში ვსწავლობთ, ან სხვა ყოველდღიურ საქმეები გვიწევს რომ ვაკეთოთ და ძალიან კარგია, როცა ყავს ტრანსპორტი, რომლითაც ამ ყველაფერსაც აკეთებ და თან აი ესე ძალიან მარტივად ცხოვრების, რა ვიცი, 3 საათის დათმობით ნახულობ და იღებ ძალიან მაგარ შთაბეჭდილებებს. ზოგადად თუ მოტოთი off-road-ზე გინდა სიარული, უნდა ყავდეს ან off-road-ისთვის განკუთვნილი enduro მოტოციკლეტი, ან უნდა ყავდეს adventure-ი, ან dual სპორტი. სამივე ეს კლასი არის საკმაოდ ძვირად ღირებული კლასი და ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ხშირად შეუძლებელიც არის ხოლმე. თუმცა ჰირო, რომელიც რაღაც 7000 ლარის ფარგლებში ღირს, გაძლევს აბსოლუტურად ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც სხვა მოტოები, რა თქმა უნდა, ეს არ არის enduro და enduro-სავით თავი ვერ უჭირავს, რა თქმა უნდა, off-road-ზე, მაგრამ არის მეათედი ფასი, მისი მოვლაც არის მეათედი ფასი და რა ვიცი, თუნდაც სანამ გადაწყვეტ რაღაც დიდი ინვესტიციის ჩადება enduro მოტოციკლეთში, შეიძლება რომ ჰიროთი ეს პირველი baby step-ები გადადგა და რა ვიცი, ბევრი ადამიანი ალბათ საერთოდ ჰიროზე დარჩება, იმიტომ რომ ხო აი ამ პრაქტიკულობას სამწუხაროდ enduro მოტოციკლეტი ვერ გიცვლის. enduro-თი სამსახურში ვერ დადიხარ ქალაქში რა. არის კონკრეტულად რაღაცა სპორტი, რომელიც არის ძალიან ძვირად ღირებული სპორტი. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ სკუც უკვე მე-4 წელია ეს მოტო ჩამოყავს, გვაქვს ნაწილები, გვაქვს კონკრეტულად ამ მოტოსთვის საჭირო სხვადასხვა ცვეთადი თუ საპოხი მასალა. შესაბამისად თქვენი ჰირო ყოველთვის მოვლილი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით, რაღაც კოპარტიდან ჩამოყვანილ
სხვა ბრენდის მოტოებზე. Skutskutის კატალოგში შეხვდებით Hero-s ორ ვარიანტს, სტანდარტს და Pro-s. მთავარი განსხვავება ამათში არის ის, რომ Pro შედარებით უფრო მაღალზე არის, აქვს საჭის რეიზერები, ანუ უფრო მაღალზე არის და აქვს დარეგულირებადი ამორტიზაცია. ასევე Pro მოდის მხოლოდ ამ ფერში, ხოლო სტანდარტი გვაქვს შავში და თეთრში. ეხლა ცოტა დეტალურად ვისაუბროთ Hero-s ტექნიკურ მახასიათებლებზე. ძრავის ზომა არის 199.6 კუბი, არის ზეთის გაგრილების სისტემაზე მომუშავე 4 სარქველიანი და 1 ცილინდრიანი ძრავი. აქვს 5 სიჩქარე, წინა ტელესკოპური ამორტიზაცია, უკანა მონოშოკ ამორტიზაცია. წინა და უკანა მოხრუჭი არის დისკზე და რა თქმა უნდა ABS-ის თანხლებით. აქვს LCD ინფორმაციული დაფა. წინა და უკანა განათება LED-ზე. წინა საბურავი არის 21-იანი უკამერო საბურავი, ხოლო უკანა არის 18-იანი უკამერო საბურავი. მისი ავზი იტევს 13 litrს და წვა აქვს დაახლოებით 36 კილომეტრი litrზე. ზოგადად მოტო ექსპედიციებს მოსდევს ძელი მანძილები, რაც ნიშნავს კომფორტებს მოშორებას, მაგრამ ჩვენი ქვეყანა ისეთი პატარაა, რომ ეს საერთოდ არ არის დაბრკოლება. მოგეთ მეგობრებო, ეხლა ვიპოვებით თემქის ამოსასვლელთან. აი არის ცნობილი საქართველოს ისტორიის მონუმენტი. და ეხლა ვაპირებთ თბილისის ზღვის გარშემო, შემოვიაროთ და აი წავიდეთ აი იგერ. იქ არის ძალიან მშვენიერი ადგილი, ცოტა off-road ბაიკებისთვის და ზოგადად თბილისის ზღვის გარშემო ძალიან კაი ადგილები არის და ნუ ეხლა ერთ-ერთს განახებთ, რომელიც ჩვენ გვიყვარს და რავი თქვენ თუ იცით რამე, თქვენ შეგიძლიათ დააკომენტაროთ და მან წავალთ მე შემდეგში. ლოკაციაზე აქ არის გადმოსახვევი, პინს დავსვავ ახლა ვიდეოში და აი ეს ადგილია. აი, მოგეთ მოვედით მეგობრებო. აი ესე პირდაპირ ამოვედით. დელოზე პირდაპირ ამოვაჭერით და მოვედით. აქ ჩვენ სხვადასხვა ვართ ნამყოფი, მაშინ ბალახი არ იყო და ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მაღალი ბალახი არის, მაინც რელიეფი ისეთი არის, რომ არაფერი საშიში არ არის, ორმოებით საერთოდ არ არის და კარგად არის. მოგეთ საკატაოდ შეგიძლია მოხვიდე და აი ძალიან ლამაზი არის, გონია რომ რაღაცა აი ხა პლანეტაზე ხარ. ვაფშე სხვაგან და ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ თბილისი არის აი აგერ არის. ზუსტად 15 წუთში მოვედით აქ და ისე შეგზნება გეგონება, რავი, რაღაცა იმოგზაური ერთი დღე და ყაზბეკიდან წახვედი რაღაც და აი ეგ არის ყველაზე მაგარი ჩემი აზრით ჩვენი ქალაქის და რა ვიცი თუ ოდნავ მოტოსპორტი გაინტერესებს, ამით აუცილებლად უნდა ისარგებლო, იმიტომ რომ აი ხა ისე შეგზნება მაქვს თითქოს აი რაღაცა რა ვიცი კასპის წავედი ან რა ვიცი მაგარია ძალიან, ლამაზია ძალიან.
მე მინდა გაგიზიაროთ განსხვავება Hero X-Pulse-სა და Hero X-Pulse Pro-ს შორის, ვინაიდან მე ძირითადად დავდივარ ჩვეულებრივი ვერსიით და დღეს და გუშინ მომიწია Hero Pro-ს გასინჯვა. ამ ადგილასაც ვარ ჩვეულებრივი Hero-თი ნამყოფი, რაც შეიძლება ითქვას და რაც უკვე ვიდეოში ვთქვით არის ის, რომ წინა ამორტიზაციაც და უკანა ამორტიზაციაც უფრო მაღალი აქვს დაახლოებით 5-6 სანტიმეტრი არის განსხვავება, ეკრანზე გამოვაჩინოთ ზუსტი განსხვავება. ხო, ანუ სიმაღლის გარდა, რა თქმა უნდა, კომფორტში არის სხვაობა, თუ მაღალი ხარ და მაღალი ფეხები გაქვს, აუცილებლად გირჩევნია Hero Pro, იმიტომ რომ ეს მაღალი ამორტიზაცია უსწორმას სწორობებს ბევრად უფრო მარტივად ყლაპავს. დანარჩენი პრაქტიკულად იგივეა. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის მაგარი დახმარება იქნებოდა, არის ის, რომ ჩვეულებრივ X-Pulse რული აქვს ძალიან დაბლა. ანუ გარდა იმისა, რომ დაბლაზე ხარ, თვითონ საჭეც უფრო დაბლა აქვს. თუმცა ერთი მაგარი ამბავი ის არის, რომ სკუჩკუჩი ჩამოვიტანეთ აი ეს რაიზერები, რომელიც Hero Pro-ზე აყენია და ჩვეულებრივ X-Pulse-ზე არ აყენია. თუმცა ჩვეულებრივად მიდის და სულ რამდენიმე დღეში დავაყენებ ჩემს X-Pulse-ზე რაიზერებს, რომ საჭე მქონდეს უფრო მაღლა. ანუ ჩემთვის მთავარი პრობლემა ჩვენ სტანდარტულ Hero-ზე არის ის, რომ როცა ვდგევარ და off-road-ზე ფაქტიურად სულ გვიწევს ხოლმე და ფეხზე დამდგარი სიარული, მიწევს ძალიან მოხრა, რომ იმისთვის რომ რულს მიუწვდე და ეგ ძალიან ბევრი რაღაცისთვის არის ცუდი. შესაბამისად, ხო, უნდა ვნახო რაიზერებით როგორ იქნება წინასწარი განცდა ისეთი მაქვს, რომ ძალიან მაგარი უნდა იყოს. იმიტომ რომ აი რეალურად ჩვეულებრივ სტანდარტულ Hero-საც აქვს შვენიერი ამორტიზაცია, მაგისი პრობლემა არ მაქვს, სიმაღლის პრობლემაც არ მაქვს, ერთადერთი მაქვს საჭერო დაბლა არის მაგის პრობლემა. დანარჩენს, რა ვიცი, რამდენიმე დღეში შემოგთავაზებთ. მაგარი აქ რაღაც მომენტში გაიყო ჩემი და მონოს გზები, მე მომიწია დადიანით გასვლა და როგორც საღამოშთა მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მაგრამ ვინაიდან მოტოზე ვიჯექი და არავის ხელს არ შევუშლიდი, პოლიციამ გამატარა და ძალიან მარტივად და მოხდენად გავწვერი. ეხლა უკვე მესამე ლოკაციაზე წავალთ, რომელიც ლისის ტბის მიმდებარეთაა.
მამამდე ცოტა ქალაქში მომიწია კატაობა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აი ძალიან მუდმივი და კომფორტულია ქალაქშიც. ალბათ ჩემი საყვარელი ნაწილი ამ მოტოსი არის მისი სკამი და რამდენად მაღალ ზივარი. იმისთვის რომ მესამე ლოკაციაზე მოხვდეთ, ქართულ-ბრიტანულ სკოლის გადასახურთან უნდა ჩახვიდეთ. მერე გავუყოფით ამ გზას და ვიდეოს მიხედვით გაყევით გზას. იდეაში მთელი ეს ტერიტორია საკეთოთ ძალიან კაი არის გაშლილი და მანქანები საერთოდ არ დადიან. ესეც ჩვენი მესამე ლოკაცია, მეგობრებო. ესე განსაკუთრებული რაღაცა პუნქტი არ არის, უბრალოდ ამ ტერიტორიაზე ძალიან კარგად შეგიძლია იკატაო. არის მარტივი გზებიც, მარტივი რელიეფი სასიარულოდ. რაღაც მომენტებში მაინც ყურადღებით უნდა იყო, თუ პირველად გამოდიხარ, რომ არ მოსრიალდე და სიჩქარე არ აკრიფო ძალიან. და ცოტა იქით შედარებით უფრო რთული შედარებით. ძალიან რთულიც არ არის. ხო და წავიდეთ ახლა იქით განახებთ. აი ესე უნდა გავუყვე გზას იქით. და ძალიან სახალხო საკატო ადგილები არის და წავით ახლა მაგასაც განახებთ. არ ვიცი რა თქვა მეგობრებო, ძალიან მაგარი ქალაქი არის თბილისი და აი ეს შეიძლება გადმოხედო ქალაქს, რაღაცა 3 წუთში ზუსტად აგერ ლისთან ამოვედი და ძალიან წყნარი და ლამაზი ხედები შეგიძლია ნახო. ქალაქი აქედან გაიცნო. რაღაც ადგილები ნახო, რაც აქამდე შეიძლება არ ქონდეს ნანახი და კიდე რაღაცები დაათვალიერო. აი მაგალითად ეხლა აი ეს გზა მაგალითად. არ ვიცი სად მიდის. ძალიან მარტივად შემიძლია გავიგო. მე მგონი არც არ მიდის ეს გზა. აი მე მგონი აზრი არ აღწევს. უგარა მოვატრიალოთ. ახლა განახეთ ძალიან მარტივ მეთოდს მოტრიალების. თუ თქვათ მაგალითად აი ესე გაიჭიდეთ სადღაც და აქ ხა ვერ მოვატრიალებ, ხო? ეს დადგა მაგ. ხონა უცებად მყარნია და გზა უნდა იყოს. და მოვაყირავებ. ეს დაატრიალებ ბაიქს ძალიან მარტივად. აბა. ძალიან მარტივად. ეგ არის. გამოტრიალებულია. აი, დავით უკან.
მოკეთ მეგობრებო, აქ დავასრულებთ ამ ვიდეოს. იმედია ისიამოვნეთ და ოდნავ მაინც ინტერესი გაგიჩინეთ ამ მოტოციკლეტის და იმ ცხოვრების სტილის მიმართ, რაც ამ მოტოციკლეტს მოყვება. ყველა ლოკაცია დასმული იქნება პინებით და შეგიძლიათ თქვენც ეწვიოთ. ერთი ჩავა იქნება, რომ თუ პირველად მოდიხართ კონკრეტულად ამ ადგილას, შორტები არ ჩაიცვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სცენარი არის, ეკალბარდები, რამაც შეიძლება დაგკაცოთ და დაიმახსოვრეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის უსაფრთხოება და ფრთხილად იარეთ, არ გაუთავამდეთ არასდროს, ჯობია გზა კარგად შეისწავლოთ, რომ იცოდეთ სად რა ორმო არის, რომ რაღაც მომენტში უცებ 60-ით ჩახეული არ მოდიოდე ოფროუდზე და 60 ოფროუდზე საკმაოდ ბევრი არის და ვერ მოასწოთ ავტობუსზე და მოგისრალდეს და რამე დაიზიანო. ამიტომ აუცილებლად ეგ გაითვალისწინეთ, უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა. მადლობა ყურადღებისთვის.